ფუდებს ახსენებდნენო, მილანში წასვლას ახსენებდნენო. ქართველი ემიგრანტი, რომელმაც იტალიის ლატარიაში 2 მილიონი ევრო მოიგო, ამტკიცებს, რომ ფულს ტერორის გზით ართმევენ. მითხრეს, რომ 30,000 ადო, აისაც მითხრეს, რომ საბერძნეთში ადამიანი მოკლესო და მაგ ხელაფონების გამო რას არ გიზამენ. იტალიის ლატარის კომპანიამ გამარჯვებულად ლელა ჩოქური დაასახელა. 2 მილიონით საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა. ქართულმა სასამართლომ კი იტალიის ლატარიის გამარჯვებული შეცვალა. ასეთი რამ დარწმუნებით ვამბობ, არ ყოფილა ჯერ კაცობრიობის ისტორიაში. ვინ არის გავლენიანი მფარველი, ვის სახელსაც ემიგრანტი ქალი ასახელებს? კონკრეტული გავლენიანი პირები უშლიან ხელს ბატონი არჩილის გავლენებია. ემიგრანტის მძიმე ცხოვრების შემდეგ ლატარიაში მოგებული ფულით, როდესაც ეგონა ქალს, რომ განსაცდელი დაამარცხა, როგორ დაუდგა მთელი ცხოვრება თავდაყირა. ქალბატონი ჩოქური ამბობს, რომ კრიმინალური სამყარო ჩართული 2 მილიონის დაბრუნების გარეშე ამბობს, რომ თქვენია მტკიცებულებები გააკეთებთ. ემიგრანტს, რომელმაც ლატარიის შესაძენად ფული მეგობარს გაატანა, ახლა წლები ჯოჯოხეთად უქციეს. თქვენ შეიძინეთ ეს ბილეთი? კი, მე შევიცი. ვისი ფულით? არიან მოწმეები, არის საბუთები, არის საბანკო ჩარიცხვა, რომ ლატარიის კომპანია მოგება ლელა ჩოქურს დაუდასტურა. მომიტანეო 50 ევრო მისცა, 10 ევროანი ბილეთები იყო ესენი. ნახეთ, რას ატრიალებენ ქართველი მოსამართლეები და როგორ ტოვებენ ერთ ემიგრანტს ნულზე.